ქართულ სამზარეულოზე რას გვეტყვით აი? ჩემთვის ყველაზე ხინკალი მომწონს. იაპონიაში თუ იცი რა მე მსგავსი ხინკლის ტიპის. კი, აი უფრო პატარა რა. დამპლინგის სპოტია, ხო. იქაც ხორცი და ცომი. ხო, აი კორეაში ვიყავ მეთქი, იქ ვჭამე კომბოსტოს ფარშით იყო გამოტენილი. კაი თუ კაცი ხარ რა. ხო, დიდად არ აღფრთოვანდი. ხო, არ იყო დიდად გემრიელი. მაგრამ რო დავინახე, მეგონა რაღაც ჩვენებური ხინკლის ტიპის იყო და კომბოსტოს ფარში იყო შინდი. მე სადაც ვცხოვრობ, იმ ქალაქში არის სახელგანთქმულია და ეგ დამპლინგი. იმიტომ რომ ჩემს ქალაქში იყო ჯარის პაცა რა. ხო და მეორე მსოფლიოს დროს ჩინეთში აგზავნიდნენ. ხო და ზოგი მოკვდა ადგილზე, ზოგი დაბრუნდნენ და შემოიტანეს. გასაგებია. ჩინეთიდან. და დარჩა ის ტრადიცია და დღემდე კი ცოცხალია. ბევრი რესტორანი. რა კარგია. რა კომბოსტოს რა უნდა იქ იმაში ნუ გადამდია. კომბოსტო შემწნილი კაი და აჰა ტოლმას რო იმას ისავში. აუ არა. კორეაში იციან კიმჩი. კიმჩი ხო კაი ძილიანია და კი ბატონო. არა, კომბოსტოს ქვია კიმჩი. კიმჩის ეძახიან და კიმჩის ხმარობენ ფაქტობრივად ყველაფერში და არის წარმოუდგენლად გემრიელი. კაი, ახლა კომბოსტოს ხება ნუ დაიწყე ხო? აუ არა, კიმჩის წვნიანი ალბათ გასინჯული გექნებათ. საოცარი კერძია და განსაკუთრებით ნაბახუსებზე კიმჩის წვნიანი არის არ ვიცი, შეიძლება გამლანძღო, მაგრამ ქართულ წვნიანს ყველას ჯობს ნაბახუსებზე. ჩემ ფავორიტ ჩიხირთვასაც კი. შენ ხაში არ გიყვარს და რა უნდა გელაპარაკო თავი დამალები. ხაში არ მიყვარს. გავთ გასინჯული ხაში? ბატონო? ხაში გავთ გასინჯული? კი. კიმჩი. და კაია, მოგწონთ. ჩემთვის ხაში მიჩევნია. ხო. ეგეც შენ. მე ხაში საერთოდ არ მიყვარს. ჩემშია პრობლემა.